დღეს წმინდა მარინეს ხსენების დღე ახალციხეში განსაკუთრებულად აღინიშნა. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა ქალაქის საკათედრო ტაძრის პირველი წინამძღვარი საზეიმოდ დააჯილდოვა. მეუფე თეოდორე მამა სტეფანეს ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივებში სწორედ მან გააძლიერა ქრისტეს სიყვარული და რწმენა. ქალაქის პირველ წინამძღვარს უწმინდესა და უნიტარსის ილია მეორესაგან ორი ჯვრის ტარების უფლება მიენიჭა, ხოლო ვანის ქვაბების წინამძღვარი მამა მათე იღუმენის ხარისხში იქნა აყვანილი და დამსახურებების გამო ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. ეს დაჯილდოვებული იქნა ტაძრის პირველი მოძღვარი მამა სტეფანე, რომელიც როცა გაიხსნა ეს ტაძარი, მას შემდეგ ის პირნათლად ემსახურება ჩვენს ეკლესიას და ჩვენს ქვეყანას. ღმერთმა დაალოცოს მამა სტეფანე და ულოცავთ ამ დიდ ჯილდოს მას. ასევე დაჯილდოვებული იყო მამა მათე, იღუმენის ხარისხში იქნა აყვანილი და ოქროს ჯვრით დაჯილდოვებული. ის არის ვანის ქვაბების მონასტრის წინამძღვარი, საზეიმო წირვის დასასრულს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მრევლს მიმართა. მეუფე თეოდორემ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მორწმუნეებს წმინდა მარინეს მსგავსად სულიერი სიმტკიცისკენ მოუწოდა. მარინობის დღესასწაულს მართლმადებლური სამყარო ყოველი წლის 30 ივლისს აღნიშნავს. იგი დიდმოწამე დიოკლეტიანის პერიოდში მოღვაწეობდა. 15 წლის გოგონა მკერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა, რის გამოც იმპერატორმა ჯერ დაატუსაღა, შემდეგ კი სასტიკად აწამა და თავი მოჰკვეთა. მართლმადებლურმა ეკლესიამ ტარიგი ღვთისა წმინდანად შერაცხა. ულოცავ ყველა მარინეს დღევანდელ დღეს. ეს არის არაჩვეულებრივი დღესასწაული. წმინდა მარინე არის საოცრად ძალიან დიდი წმინდანი, რადგან იგი ცოცხალ ეშმაკს ებრძოდა და დაამარცხა. არაჩვეულებრივი დღე არის დღეს და ჩემთვისაც აღმატებული, იმიტომ რომ ამაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში არასოდეს არ არის ხოლმე. განსაკუთრებულია ეს დღე და ეს წმინდა მარინეს წყალობით არის. დიდებლად ყოველთვის აქ ამ ტაძარში გვიწევს ამასლა და პირველ ლოცვაზე ღვთისმსახურებაზე დასწრება. ძალიან მეყვარს ეს ტაძარი. დღეს განსაკუთრებული დღე არის. ტაძრის დღესასწაულია, წმინდა ქალწულმოწამე მარინეს ხსენების დღე არის და ყველას ულოცავ. დავლოცავ განსაკუთრებით ვისაც მარინე ქვია და მადლიანი წმინდანის მადლი და ძალი შეეწიოს სრულიად საქართველოს. წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის ეზოში ტრაპეზი გაიმართა, სადაც მეუფე თეოდორემ მრევლი მიიპატიჟა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში დიდმოწამის მრავალი ტაძარი ფუნქციონირებს. რაბათში წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია ხელმეორედ 1865 წელს აშენდა. ასევე დიდმოწამის პატიოსანი მკლავის ნაწილი ათონის ვათო პედის მონასტერში ინახება. მეორე მკლავი კი საქართველოშია დაცული.